მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, როგორ ვართ? ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო. მომინატრეთ, აბა რა აშვებით, რა ხდება ახალი, დამიკომენტარეთ ხოლმე, რა შეიცვალა, რა არ შეიცვალა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, უდიდესი მადლობა აი იმ თბილი სიტყვებისთვის კომენტარებში რაც ხდება, კომენტარებში რაც არ ხდება და კიდე პირადში რასაც წერთ, ამაზე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გაფასებ, ძალიან მიყვარხართ ადამიანები, რომლებიც თუნდაც არ გაქვთ დრო და აი გულში რო გაიფიქრებთ და რაღაც მადლიერები ხართ. ამაზეც დიდი მადლობა თქვენ, ამიტომ სავალდებულო არ არის კი ბატონო, რომ მაინც კომენტარში დამიწეროთ, შეიძლება ადამიანი გულში ფიქრობდეს, ჩემზე კარგ სულ არ კონდეს იმის დრო, რომ იქ დაწეროს და ზოგადად ხო რა ვიდეოსაც ვშლი, საჯარო გაშლებსაც რა საკითხთან დაკავშირებით წერ და მადლიერია ამაზე, უბრალოდ დრო არ აქვს რომ დაწეროს, კი ბატონო. აი ამაზე დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო, მოკლედ არ ვიცი, არ დავიღლები არასდროს მადლობის თქმით და დღევანდელი ვიდეო გაშლა ეხება არის თუ არა ჩვენი ბედი, ჩვენი პარტნიორი. აი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი კითხვა-პასუხი, ალბათ ლაივის კითხვა-პასუხი რეჟიმი რომ მე უკვე ჩავრთო, კი ბატონო, შემიძლია უკვე ლაივები ჩავრთო ფიზიკურად ჯერ ვერანაირად ვერ მოვახერხებ, ვნახოთ შემოდგომიდან თუ მქონდა მაგდენი დრო აუცილებლად ჩავრთავ, მაგრამ ფიზიკურად ჯერჯერობით ვერ მიხერხდება და ნახეთ აი თავარი კითხვა, რომელიც გაწუხებთ და რომელიც გვაწუხებს, ხო? აი ამდენს ბრძოლობთ, აი ამდენს ვაკეთებთ, აი ასე არის თუ არა ადამიანი ჩვენი ბედი. ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას. თუ ჩვენ ადამიანს ზოგადად ძალით ვიზიდავთ, ძალით რას ნიშნავს? მანიფესტაციებით, მოზიდვებით. ადამიანი ყველაზე მთავარი ჯერ უნდა ინახოს არის თუ არა თქვენი და შემდგომ უნდა დავიწყოთ ბრძოლა, ხო? როდესაც მესამე პირთან დაკავშირებით მე ვბრძოლობ, როდესაც კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ვბრძოლობ, რა თქმა უნდა ჯერ ჩვენ ნანახი გვაქვს და რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში ვნახულობთ არის თუ არა ჩვენი ეს ადამიანი, ანუ ჩვენი სულის ნაწილი, ხო? კი ბატონო, მაშინ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ ეს ყველაფერი ამ ბრძოლად ღირს. მაგრამ თუ თქვენი არ არის ძვირფასებო, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რაც არ უნდა პერიოდი გავიდეს, მაინც წავა თქვენგან, მიხვდით? კიდე ვიმეორებ. აი რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც წავა თქვენგან, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში გააზრებული უნდა გქონდეს, ეს ყველა ვარიანტში გაცნობიერებული უნდა გქონდეს და ყველა ვარიანტში ერთი წუთიდან სურნელოვანი ჭხირია ვანთოვაი, ორჩავა ქრისტანთელი. და ყველა ვარიანტში ეს ჩვენ აუცილებლად აი ტვინში იცით როგორ უნდა გავივლოთ დაგონებაში, აი როგორ ახსნა ანუ რეალურად ის კი არა რომ მე რაღაცა მინდა და ეგოისტურად ჩავიხვიო და არა მე სჭირდება, მე ზუსტად ვიცი რომ ჩემი არ ვიცი, შეიძლება კომენტარებში დამწერო კიდევაც რომ მე ვიცი რომ ჩემია კაცო, შენ რა გინდა. კი, მესმის თქვენი ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ეგოისტობაში არ უნდა გადაგვივიდეს, რაც რეალობაში ჩვენი არ არის, მიხვდით? აი ამიტომ ყველაზე მთავარი აი ეს უნდა გავითავისოთ ხოლმე ყოველთვის. შესაბამისად თუ არ ვნახავ რომ თქვენია, ხელს არ ვკიდებ არაფერს. ყველა მიცნობს და იციან ვისთანაც მიმუშავია მესამე პირზე. ასე რომ ვნახოთ თუ არის თუ არა ჩვენი ბედი ეს ადამიანი. და თითქოს ნახოთ რა თქმა უნდა თუ დამჭირდა ისეც ზოგადად მაინც რაიდერზე ვმუშაობს, სულ რაიდერზე ბაზირებულზე, ხო? იმიტომ რომ ლენორმანი აგერ მიდევს იმდენი ყუთებით, მაგრამ არ ვმუშაობ, იმიტომ რომ არ არის რეზონირებადი და ვერცერთ ადამიანს ვერ მოვატყობ, ვერც პირადში და ვერც საჯაროში. კი ბატონო, ლამაზი დასტაა ლენორმანი, მაგრამ არ არის რეზონირებადი და ჩვეულებრივი ზღაპარია ჩემო ძვირფასებო, რომ უყუროთ ლენორმანის გაშლებს და ელოდოთ მთელი დღე რაღაცა ახალს, როდესაც არაფერი არ მოვა. კარგით, მოდით პირდაპირ ამოვაბრუნე ბარკანებს და ვნახოთ ჯერ ეხლა თქვენ შორის რა სიტუაცია. რასთან გვაქვს საქმე? შემდგომ მე მაინტერესებს მისი შეგრძნებები თქვენთან დაკავშირებით. შემდგომ მე მაინტერესებს მისი ქმედებები თქვენთან დაკავშირებით. შემდგომ მაინტერესებს არის თუ არა ეს ადამიანი თქვენი ბედი, ანუ თქვენი ადამიანი და რა თქმა უნდა რჩება ტაროსგან დავდებასე. ой, და სიტუაცია, რასაც ახლა განვიხილავთ, პირდაპირ იწყება მთვარის არკანით
პირდაპირ იწყება გაურკვევლობით, პირდაპირ იწყება თავდაყირა სიტუაციებით, არ ვიცი, ბრძოლით, მიუხედავად იმისა, რომ პაჟის ხმლები ჩვეულებრივ რაიდერში ძალიან გამწარებულია, კიდევ უფრო გაბრაზებული, აქ შედარებით დამშვიდებული ადამიანი, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ახლა მუშაობის პროცესზე გადავიდა, რანაირად მოგიდგეთ, იმიტომ რომ სიტუაცია არის პირდაპირ დანგრეული, ჩამოშლილი. ეხლა ვიცით ხო, მე არა მაქვს აქ სიტუაცია და მე არ განვიხილავ აქ, ხვალე რო ქორწილი გაგვთ და 5 დღეში და 6 დღეში, ხო? ანუ აქ არის სიტუაცია, რომელიც უკვე რაღაცა ეტაპზე დასრულებულია და გვაინტერესებს ჩვენი ადამიანი იყო თუ არა ეს, ჩვენი პიროვნება არის თუ არა ეს და საერთოდ გვიღირს თუ არა რამე. და მთვარის არკანით მიმაპატიეთ ჩემო ძვირფასებო, უძილო ვარ და მთვარის არკანით და აი ამ სიტუაციებით, აი ამ ბრძოლის სიტუაციებით და ეხლა რაღაცას რომ მუშაობთ და რაღაცა ეტაპს განვიხილავთ და გავდივართ, ვხედავ სიტუაციას, რომ თავდაყირა ჩამოშლილი მდგომარეობა, გაურკვეველი მდგომარეობა, მაგრამ ეხლა მუშაობის პროცესში. მუშა პროცესში, მაგრამ მხოლოდ მუშა პროცესში არა, შემართებით, გადადგმული ნაბიჯებით რაღაცა სიტუაციას თავიდან იწყებს ეს ადამიანი, არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა გაიარეთ, არ ვიცი რა манипуляციები ჩართო და ამ ადამიანს რაში დაჭირდა თქვენთან დაკავშირებით აი ეს манипуляციები, აი ავთერტაროთი რითაც ვშლი ხარ, რა ხდება თქვენ შორის, მაგრამ ფაქტია რაღაცაზე ძალიან განერვულები, გაბრაზებულები, თავდაყირა სიტუაცია ამობრუნებულები. ეხლა ამ წუთას ამ ეტაპზე ეს ადამიანი მუშაობს, კი ბატონო, ხვდება ალბათ იმასაც, რომ დააშავა, ხვდება იმასაც, რომ რაღაცა რთულ სიტუაციაში ამოყო თავი ამ ყველაფერთან ერთად, არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ манипуляციის ჩართვა უნდა და თქვენი აზრი აინტერესებდა, ზოგადი მდგომარეობა აინტერესებდა, აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს ჩემო ძვირფასებო და გრძნობებში ეხლა ამ წუთას კი ბატონო გაჩერებული და პაუზებული ურთიერთობა მე ვერ მოგატყუებთ ეხლა თქვენ უფრო ხართ მე როგორც ვთქვი აქ მშვენივრად ცხრიანის პენტაკლებში მოწყობილი მოკალათებული მაგრამ აი გრძნობებში ეს ადამიანი ხუთიანი თასებით და შვიდიანი ილუზიებში ის სექსუალური ურთიერთობა რაც თქვენთან გააჩნდა მე აქ საუბარი მაქვს ვფიქრობ რომ არის აქ ვიზეთ საუბრობ უნდა იყოს საუბარი ვისაც ქონდათ სექსუალური ურთიერთობა იმიტომ რომ ერთი იცოდეთ ჩემო კარგებო როგორი ძალიან მაგარი ადამიანიც არ უნდა იყოს როგორი ძალიან მაგარი პიროვნებაც არ უნდა იყოს როგორ ძალიან მაგრადაც არ უნდა იწყობოდეთ ხასიათებით ერთმანეთს თუ სექსუალურ კონტექსტში არ იწყობით იცოდეთ რომ ყველაფერს ანგრევს ეს სიტუაცია ყველა სიტუაციას ნულზე აყენებს თუ სექსუალურში არ იწყობით ადამიანს და კიდევ მეორე აქ ახლა კომენტარებში არ გამომიხდეთ და არ თქვათ რომ აი სექსუალურად მიგაჩნიათ და განა მიმაჩნია შეიძლება სექსუალური ურთიერთობის შემდეგ ადამიანი საერთოდ თავიდან ბოლომდე შემზიზღდეს და შეიძლება პირიქით მასზე მხოლოდ რაღაცა დადებითი მოწონება მქონდეს, მაგრამ სექსუალური ურთიერთობის მერე ისე გადავეშვა იმ მორევში და იმ სასიყვარულო სიტუაციაში, რომ მე თვითონ ვერ მოვიდე გონს მიხვდით, იმდენად საოცარი იყოს ადამიანი. აი ამიტომ ჩემო კარგებო უდიდესი მნიშვნელობა აქვს სექსუალურ კავშირს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უდიდესი. და ვთვლი რომ ერთ-ერთი პირველი და მთავარი საფეხურია სექსუალური ურთიერთობა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ამ საკითხზე ნუ ვიდავებთ. იმიტომ რომ ასე იღა ვიღაც მოგეწონება, უი მე სიმპათიურებაო და მოდი სექსი მქონდეს, ეგრე მართლა მხეცები და ველურები ხო არა ვართ, ამიტომ ესე არ ხდება ჩემო კარგებო. თუ ვფიქრობ რომ აქ ურთიერთობაზეა, ვისთანაც გქონდა ურთიერთობა, აი ამ სიტუაციას განვიხილავთ. მე მინდა რომ მარტივად მიხვდეთ ვის ეხება ეს სიგნიფიკაცია, რომ გააგრძელოთ თუ არა ყურება. ყოველ შემთხვევაში აქ კი ბატონო, რაღაცა ურთიერთობა რაც წავიდა რაღაცნაირად წარსულის სიტუაციაში და ხუთიან თასებში ადამიანმა მოიხურა თავისი აი ესეთი პლედი და გაიარა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის მომენტები ენატრება, ის სიტუაციები ენატრება, კი ბატონო, შვიდიანი თასები რაიდერში ოფიციალურად ზურგშექცევით არის, როდესაც ილუზორულია, მაგრამ აქ ნახეთ როგორ არის, აქ არ გამოვრიცხავ, რომ შემოbrunდეს, აქ არ გამოვრიცხავ, რომ სიტუაციები შემოატრიალოს და თავდაყირათ, იგივენაირად, იგივე შეგრძნებებით დაბრუნდეს ადამიანი თქვენთან. კარგით ვნახოთ მისი ქმედება და ყველაზე მთავარი რაც ძალასაძლევდით ასეც, იმიტომ თქვი მე სექსუალური ურთიერთობა აქ იყო. აქ ძალი თუ არ იყო, ეს თქვენ არ გიხებათ ეს გაშლა, ტყუილად არ უყუროთ, მიხვდით? აზრი არ აქვს, აქ ეხება ან ყოფილ პარტნიორებს, ან ყოფილ მეუღლეებს, მიხვდით, ვისთანაც ქონდა სექსუალური ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ იდეალური
ძალა, რომელსაც თქვენ აძლევდით და დღესდღეობით ამ ადამიანს ენატრებით, დღესდღეობით ამ ადამიანს ძალიან დიდი ემოციები აქვს თქვენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვეულებრივად კვერთხების დედოფალი ხარ, თქვენს გარეშე ვერ გაძლებს ჩემო ძვირფასებო, ქმედება ექნება, იმიტომ რომ სექსუალურ კონტექსტში თუ განვიხილავთ, თუ არა და განვიხილავთ, ფაქტია აი ეს, რაც თქვენ მიეცით პირად ურთიერთობაში, რაც თქვენ მიეცით ინტიმურ ურთიერთობაში, ჩემო ძვირფასებო, იდეალურად ჩაჯდა მასში, რომც არ მოგწეროთ, რომც არ დაგირეკოთ, აბსოლუტურად რამდენჯერად დაწყება და ადგება თქვენზე ფიქრობს, ეს იცოდეთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ სექსუალურად ასეთი თან დგომა და თან შერწყმა გქონდათ, მე ვფიქრობ, რომ ესე არ დამთავრდება ეს სიტუაცია და ვნახოთ არის თუ არა ადამიანი თქვენი ბედი. ბოდიში გიხდით, უძილო ვარ მართლა, რომ წმენდები ღამე გვიან მაქვს ხოლმე და ნახოთ, არის თუ არა თქვენი ბედი და ნახეთ, ავჩეხი არკანები და დასტის ფონი ისე მიყურებს რაინდის კვერთხები. მოდით ეხლა და თქვათ, რომ ტაროა რაც არის, აბა რა ყველაზე რეალური ტაროა. და არ გამოვრიცხავ, კი მე ეხლა მე მაპატიეთ 1000%-ით ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბედია, იმიტომ რომ ეხლა ადამიანი რაღაცნაირად გაბრაზებული, რაღაცნაირად შემართებით, არ ვიცი, თქვენთან დაკავშირებით, ძალიან გაბრაზებული ბრძოლებში, ასევე საკუთარ თავთან, ასევე თქვენთან ხმლების მეფე არ გამოვრიცხავ აქ, რომ ზოგის პარტნიორი ექიმი იყო, ზოგი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი და რამე, მაგრამ ემოცია იმდენად დიდია, ხო გეუბნებით, აქ არ გამოვრიცხავ, ადამიანი ყოფილიყო და იყოს თქვენი ბედი. რა თქმა უნდა ვიკითხავ, გამოჩნდება თუ არა და მერე გეტყვით რჩევას. ანუ ადამიანი გამოვა თუ არა კონტაქტზე, ხო თუ თქვენი ბედია გამოვა თუ არა კონტაქტზე. კი, რაღაცას დაიწყებს, თავიდან დაიწყება სიტუაციები, იცოდეთ, თავის კომფორტის ზონას დათმობს. ეხლა ნახეთ რა მოხდა. არ ელოდა ანუ ნახეთ რას არ ელოდა, განა ვინმე შეურაცხყოფას გაყენებთ, განა იმას გეუბნებით, რომ აგდებით გიყურებდათ და ანუ ცოტა ისეთ სალსახად. არა, განა ცუდი განწყობით გიყურებდათ, უბრალოდ არ ელოდა თუ ესეთ სერიოზულში გადაუვიდო და გრძნობები მიხვდით. ამას არ ელოდა ადამიანი, უცბად ჩაიკეტა, უცბად თავისთვის ჩარჩა, მაგრამ სულელი სარკანით რაღაცას თავიდან დაიწყებს აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენთან ჩვეულებრივად ეზეიმებოდა და ეს ადამიანი აუცილებლად ათმობს კომფორტის ზონას და კონტაქტებს გამოვა თქვენთან და რაღაცა ახალს აუცილებლად შემოგთავაზებთ. და რჩევაში ჩემო ძვირფასებო, რა მე არ გამოვრიცხავ, რჩევაში ტარო გეუბნებათ, რომ რაღაცა ბრძოლები გელოდებათ, რაღაცა სიტუაციები გელოდებათ, რაღაცა არევდარეული მდგომარეობა გელოდებათ, მაგრამ აქ იმხილას სექსუალური ვნება და ისეთი საოცარი შეგრძნებები და ენერგიებია და ისეთი არ ვიცი რა მომდის ეხლა ამ წუთას და როგორი ენერგიები მომდის, ეს ამას ვერ მოითმეს. ამას რომ გახსენდებით, ხო შეიძლება თქვათ, რომ იცი რა არის სექსუალური ურთიერთობა, ხო აქვს და მერე ზუსტად პირიქით მერე მეტად უნდა თქვენთან მიხვდით. კიდევ ვიმეორებ, თუ ესევე სექსუალური ურთიერთობის მერე ადამიანი მართლა ეხა ბჭყალებში, მაგრამ გადაბრუნდება და დაიძინებს, რა ჯანდაბად გინდათ მაგისთან ადამიანი არც გჭირდებოდეთ, ხო? მე ამ ურთიერთობას არ გულისხმობ. ყველა ძალიან კარგად ხვდებით, რა სექსუალურ ურთიერთობას გულისხმობ, რა შეგრძნებებს გულისხმობ, რა ქიმიას გულისხმობ, რა ალტოლას გულისხმობ, საოცრება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში თქვენი ბედი არის უბრალოდ ეს ბრძოლები გაქვთ გასავლელი. მიხვდით რის თქმა მინდა? კი, თქვენია ეს ადამიანი, უბრალოდ ამ ბრძოლას თქვენ მაგივრად ვერავინ ვერ გაივლის. ეხლა შეიძლება რაღაც საბუთი გაქვთ ასახები, დედა წავიდეს თქვენ მაგივრად აიღოთ. რაღაცა საქმე გაქვთ, ვიღაცასთან მოსაგვარებელი, წავა მამა მოგეხმარებათ. ვიღაცასთან რაღაცა მოხდა და ვალი გაქვთ მისატანი, ან პირიქით ვალი აქვს მოსაცემი, დაგირიცხავთ, ან ვინმეს გააგზავნით. ეხლა ეს რა გზაა? ეს არის გზა, რომელსაც გადიხართ თქვენ. და ბოდიში, მაგრამ პირადის გზას ვერავინ ვერ გაივლის, ხო? ამიტომ არის საოცრება, ტარო ჩემო ძვირფასებო, ამიტომ არის საოცრება, ეს არკანები, მიაწოდათ რას ვუყურებ, მართლა არ ვიცი,
დამაჟრიალაო რო იტყვიან, იმიტომ რომ აი ეს შეგრძნება, რაც ხე კორთხების მეფისგან წამოვიდა ჩემსკენ და რაც აი სიტუაციაში წამოვიდა, ამ ბრძოლებს გაივლით, თქვენი გზა ამას გაივლით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს თქვენ ბედია, იმიტომ რომ თქვენ იდეალურად იწყობით. მე თავში რატო ვთქვი სექსუალურ ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი ჩემო ძვირფასებო, ამიტომ სექსუალური ურთიერთობა გადაწონის აბსოლუტურად ყველაფერს. ამიტომ ბოდიში, მაგრამ ნუ რავი, ნუ გამომიხტებით კომენტარებში რა. ძალიან თავარია კი არა, პირველ ადგილზე დგას ნებისმიერი ფსიქოლოგს ესაუბრეთ, ანუ კი ბატონო, მე ფსიქოკონსულტანტიც ვარ ტაროლოგთან ერთად, ხო? ასევე მე ძალიან მალე ჩემი კაბინეტიც მექნება და უკვე, ნუ რა თქმა უნდა, ოღონდ შეჯერობით გეგმაში ალბათ 1 წელი კიდე დამჭირდება. და ხო, ანუ გადავდივარ სხვა ეტაპზე, ტაროლოგიას არც დავიმშვიდობები არასდროს, უბრალოდ ასე ვთქვათ, ფსიქოკონსულტანტიც ვიქნები, იმიტომ რომ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა კონტექსტშიც ვემსახურები, ხო? არა მხოლოდ როგორც ტაროლოგი. შესაბამისად, ჩემო ძვირფასებო, ვისაც გინდათ კითხეთ, რომელ ფსიქოლოგსაც გინდა კითხეთ, ყველა გეტყვით ერთი და იგივეს, რომ სექსუალური თანაცხოვრება და ურთიერთობა არის პირველი არა. ზე მდგომი ურთიერთობა და ყველაზე გადამწყვეტი ურთიერთობა. აქ არაფერ შუაში არ არის სულიერება, მხოლოდ ზუსტადად სულიერება მოაქვს სექსუალურ ურთიერთობას ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ სექსუალურ კონტექსტში ადამიანი როგორ გვექცევა, რანაირად გვექცევა, როგორი მიმართულებით გვექცევა, ხო? და ბოდიში, მაგრამ მე სექსი მქონდეს და დამემშვიდობოს, კარი გაიხუროს, გავიდეს ან გადაბრუნდეს, დაიძინოს და ბოდიში, მაგრამ მე ესე დამტოვოს, ესე არ ხდება. მიხვდით ეს ცხოვრება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, სექსუალური ცხოვრება არის ჩვეულებრივი ხელოვნება, რომელიც სავალდებულოა თუ გვიყვარს ვიცოდეთ, მიხვდით? და მხოლოდ ის მომენტი მე მინდა თუნდაც იმიტომ, რომ ქალებმა იცოდნენ ეს ყველაფერი, სწორედ იმის გამო, რომ რაღაცა შეცდომებში არ გადავიდეთ და რაღაც ლაფსუსებში არ გადავიდეთ, ხო, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს იყო გაშლა ბედზე, ეს იყო გაშლა ურთიერთობაზე, ამიტომ პირდაპირ კონტექსტში ვსაუბრობ სექსუალურ ურთიერთობაზე. კიდევ ვიმეორები, ის რო გჭირდება სხვა რამეა, მაგრამ ნუ სექსუალური ურთიერთობა რო ჭირდებათ, ხო, ეს სხვა რამეა, მაგრამ ის რო ვინ არის ჩემი სულიერი მაკავშირებელი თავიდან ბოლომდე, კიდევ ვიმეორებ ეს გაშლა ეხება მათ, ვისაც ინტიმური ცხოვრება ჰქონდა მასთან. აი მხოლოდ მას ეტყვილად არ უყუროთ სხვებმა, ჩემო კარგებო, აზრი არ აქვს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, იდეალურად ეწყობით ერთმანეთს, არც კორთხების ახლა წყულში ამომხვედით, კორთხების დედოფალი და კორთხების მეფე, ხა ეს არის ზღაპარი, პირდაპირ წყულში თან იმაში რაიდერის ავთერტაროში ხა. მე ხო არ გამიშლე არც წლის ბორბალი, არც სპეციალურად აი ეს ეზოთერიის სასიყვარულო ტარო, არც ნათენხილველი, სპეციალურად გავშალე აი ეს რაიდერზე ბაზირებული ავთერტარო, ანუ რომ მაინტერესებდა და იმიტომ რომ თლად რაიდერი კლასიკურია და რაღაცა მინდოდა რომ გარდამავალი ყოფილიყო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ორივე წყულში ამომდიხართ საოცრება, აივე გიჟდები, თქვენ მაგივრად მე დამაჟრიალა ხო გეუბნებით, მარტო ბედი კი არ არის, თქვენია, თქვენი ბედს თავი დაანებეთ. სავალდებულო არ არის კაცო ხელი მქონდეს აქ მოწერილი ფურცელი არ წყვეტს არაფერს, ჩემო ძვირფასებო, გარკვეული პერიოდის მერე წყვეტს ფურცელი, თორე ეხლა ამ წუთას არ წყვეტს. აი ამიტომ ვიძახთ, ჩემო კარგებო, ასეთ ადამიანისთვის უნდა იბრძოლოთ, ასეთ ადამიანისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ და ვინც ხვდება ამ ყველაფერს უკვე ბრძოლობს, უკვე ჩემთან არის, უკვე მუშაობთ ამ საკითხებზე, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ დამიკავშირდით 599772657 WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი, ვიდეო სახწერაშიც იქნება და დავტოვებ ნომერს და მოიწერეთ, ოღონდ არ დამირეკოთ, ხო? ეხლა იმ დღესაც სამსახურში მირეკავდნენ, მესმის, მაგრამ ვერ გპასუხობ ჩემო ძვირფასებო ზარებზე, მესიჯი დატოვეთ აუცილებლად, როგორც კი ნახავ გიპასუხებთ. ყოველ შემთხვევაში მე თქვენ მაგივრად მიხარია აღფრთოვანებული ვარ. გელოდებით კომენტარებში, ასევე გელოდებით პირად კონსულტაციებში. მით უმეტეს ესეთი გაშლა იყო, მე ვფიქრობ პირდაპირ კონსულტაციაში უნდა გადმოხვიდეთ, ვისაც რა თქმა უნდა ეხლა სექსუალური ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ რაღაცები შეიცვალა. ამიტომ რადგან რაღაცები შეიცვალა, უნდა ვნახოთ, კარგით? დანარჩენზე გელოდებით პირადში. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ძალიან ყველა, გელოდებით კომენტარებშიც და პირად გაშლებშიც, დროებით.